დღეს არის ენერგეტიკულად ძალიან საინტერესო დღე. დღევანდელ დღეს ძალიან კარგია შეასრულოთ გარკვეული პრაქტიკები ფინანსებთან დაკავშირებით. და მოდით ვნახოთ, როგორ მოახერხებთ თქვენი ფინანსური ნაკადის გაძლიერებას დღევანდელი ენერგიების დახმარებით. შემოვა თქვენს ცხოვრებაში დღევანდელი დღის შემდეგ. რაღაც ძალიან კარგი ამბავი მოიჩქარის თქვენთან, გამარჯვება მოდის, იცვლება თქვენი ცხოვრება. ვიღაცა შეიძლება საჩუქარსაც მიიღებს ძალიან კარგს. ეს შანსიც არის სამყაროსგან თქვენთვის. ნახეთ, როგორი ძლიერი საფუძველი აქვს, არა მხოლოდ ის, რომ თქვათ ამ ეტლში ორივე ცხენი არის თეთრი შეკაზმული და ეს უკვე უფრო კიდე ძლიერი სისწრაფის ნიშანია. უფრო სწრაფად მოხდება რაღაცა მოვლენა, ხო? და იქნება თქვენთვის სასიკეთო. თან დააკვირდით ეტლიც არის, რომელზეც დგას პერსონაჟი. არის მკაფიოდ გამოხატული სიმყარის ფორმის და როგორ თავდაჯერებით დგას აქ ეს პერსონაჟი, ზუსტად იცის, საით მიდის, შეუდრეკლად და დამცავი ჯებირებიც არ აქვს, მაგრამ საკმაოდ მყარად დგას. ანუ ძალიან დიდი სიმყარე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება აქ შენაძენზეც იყოს საუბარი, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ვიცით, რომ რეზონირდება სხვადასხვა სიტუაციებზე და აქ ყველა ვარიანტში არის ძალიან კარგი ნახტომი. სავარაუდოდ თქვენ ისარგებლეთ ამ დღეების ენერგეტიკით. 19-21 ნოემბერი ეს არის უძლიერესი ენერგიები, როგორც გითხარით. და აი კიდევ ერთი მაღალი არკანი და აქ ნახეთ, როგორი რამეა. ისეთი რაღაცა მოხდება, რაც დაკავშირებულია თქვენს სამართლიანობის აღდგენასთანაც. თქვენს მიმართ ჩადენილი გარკვეული არასწორი ქმედებები იყო ეს, თუ რაღაცა დაგაკლეს, რაღაცა ძალა წაგართვეს, რაღაცაში დაგაკნინეს, უფრო მე მგონი ეხება ფინანსურ ნაწილს. შეიძლება ეხებოდეს მორალურსაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ სამართლიანობის აღდგენა მოხდება, სიმართლე გამოვლინდება. შეიძლება ვიღაცამ დაგადანაშაულოთ რაღაცაში და გამოვლინდება სიმართლე, რომ თქვენად იყავით მართალი. ანუ აღდგება სამართლიანობა გარკვეულწილად. ის, რაც დაფარული იყო, გამოჩნდება და თქვენ თქვენსას დაიბრუნებთ. თუ კი აქ იყო დანაკარგზე საუბარი, რაც ვიღაცამ ზიანი მოგაყენათ თავისი სიტყვებით ან ქმედებებით და უსამართლობა ხდებოდა თქვენს მიმართ, აქ ეს აღდგება, ეს დანაკარგი დაგიბრუნდება. შევსება მოდის, თუ ვიმსჯელებთ, რომ აქ ქალბატონებისთვის არის ეს ინფორმაცია, მაშინ ნახეთ, თქვენთან მოდის სიმშვიდე, თქვენთან მოდის გარკვეული ნაყოფიერება აი ამ სიმართლის გზით და სამართლიანობის აღდგენის გზით. ძალიან კარგი შედეგები გექნებათ. ძალიან კარგ ნახტომს მოიტანს კონკრეტულად თქვენთვის ეს დღე.